მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო გვერდებმა შესაბამისად ქართულმა ოცნებამ ორგზის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს დაუპირისპირა ტროლები და ყალბი Facebook მომხმარებლები, ჩვენ დავინტერესდით ბუნებრივია ქართულ ოცნებასთან რით იმართლებდნენ თავს, გააკეთებდნენ თუ არა რაიმე კომენტარს, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ გარკვეულწილად დღეს ქართული ოცნების წევრებს ეს ირცხვილებოდათ ამ საკითხზე საუბარი, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის დავით მათიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ძალიან კონკრეტული კითხვებით მივმართეთ, თუმცა მისგან პასუხები ვერ მივიღეთ. Გიჭირდათ ასეთი ქართულ ოცნებას, რომ თოლი დაგჭირდათ ციტირებისთვის, სხვა ვერ მოვიდეთ ქართულ ოცნებაში ისეთი, რომელიც გავანწყავდა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს. ჭორიკნობა კითხვაში გადაზარდეთ, კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით რაღაც უკეთეს მოიგონეთ და შემდგომ გაგცემთ ამაზე პასუხს. შემდეგი კითხვა. Facebook-ს არ დავისრულებია. შემდეგი კითხვა. ჭორიკნობაზე პასუხს ვერ გაგცემთ ვერანაირად. ჭორიკნობა გადაზარდეთ რეალობაში და შემდგომ ჭორიკნობაზე მე თქვენ პასუხს ვერ გაგცემთ. შემდეგი. რას ნიშნავს, როცა ქართული ოცნება საკუთარივე ყოფილ ლიდერს ორგზის პრემიერ-მინისტრ როლების საშუალებით უპირისპირდება, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ღარიბაშვილის დაკავების შემდეგ ქართულ ოცნებაში გარკვეული გაუგებრობა არსებობს ქართული ოცნების წევრებს შორის და რატომ დაიჭირეს და რატომ გაუშვეს 5 წლით ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში, შესაბამისად ამ ასეთი ფორმით ცდილობს ახლა ქართული ოცნება პარალელური რეალობის შექმნას მისივე ამ მომრჩეველში. როგორც ჩანს, ქართული ოცნება თავის ინფრასტრუქტურას მართავს იმისთვის, რომ შიდა თავის ამორჩეველში და თავის პარტიულ აქტივში გარკვეული ახალი რეალობა, ახალი სიმართლე ჩამოაყალიბოს და როგორც ჩანს, ეს შიდა გამოწვევები, რყევები აქვთ იმის გამო, რომ ღარიბაშვილი თავის დროზე ძალიან მათთვის ავტორიტეტული და პოპულარული ქართული ოცნების წიაღში ადამიანი დღეს დაპატიმრებულია და როგორც ჩანს, აკორექტირებენ ესე ვიტყოდი შიდა მესიჯებს და ეს ტროლბოტები არის ესე ვთქვათ მიმართული იმისთვის, რომ ეს რაღაცა შიდა აზრი და პოზიციები ჩამოყალიბდეს და ამითი დაარეგულირონ პროცესები. ის რომ ტროლები, ბოტები, მთელი სამთავრობო პროპაგანდა და მთელი ეს ბინძური პროპაგანდისტული მანქანა, რომელშიც უზარმაზარ რესურსს ასხავს ივანიშვილი და რომელსაც წლების მანძილზე თავად ღარიბაშვილი, თავად გახარია, თავად ლილუაშვილი და რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნები იყენებდნენ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ, ის რომ ახლა ისინი შემოbrunდნენ და თავად ამ დამკვეთებს ებრძვიან სწორედ ისეთივე ბინძური მეთოდებით, როგორც მინიმუმ უნდა იყოს გამოფხიზლების საფუძველი სხვა რუსკოცებისთვის, რომ რა მომენტშიც ბიძინა ამას გადაწყვეტს, სწორედ ესეთი ბინძური კამპანიებით დაგესხმევიან თქვენს თავს, დაგადებენ ბორკილი. მთელი ეს ტროლების ინფრასტრუქტურა, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, ემსახურება ერთადერთ ამოცანას, რომ ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნონ ხელისუფლება, შესაბამისად ამ ამოცანის წინააღმდეგ ვინც დადგება, ყველა აღმოჩნდება აი ამ სამარცხვინო კამპანიების სამიზნე, ისევე როგორც აღმოჩნდა ღარიბაშვილი და ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს ქართული ოცნების ნებისმიერი სხვა მოლაპარაკე თავი. კორუმპირებული ნაძირალა და სამშობლოს მოღალატე ირაკლი ღარიბაშვილის ასეთი შეფასებებით არის გადაჭრელებული სამთავრობო მედია, თუმცა მითების დეტექტორმა გაარკვია, რომ ეს არა ეგრეთ წოდებული ექიმის ნათი თოფურიას მოსაზრება, როგორც ამას სამთავრობო გვერდები გვასაღებს, არამედ ეს არის რიგითი Facebook ტროლის მოსაზრება, რომელიც ციტატები აქვს დასპონსორებული სამთავრობო მედიას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს.